ატიპის ვირუსით ბათუმში კიდევ ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. 46 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი ტოტალური პნევმონია გახდა. ის ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სახლში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ მიიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით მომართვა დაგვიანებით მოხდა, სწორედ ამიტომ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმის განცხადებით ქალბატონს ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურდა. ამ დროისათვის ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ორი მამაკაცი გადის. ერთ შემთხვევაში პაციენტს ასევე ატიპის ვირუსი დაუდასტურდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატია შეერთებული. მეორე პაციენტის მდგომარეობა კი ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესდა. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და თავი შეიკავონ სახლში. მკურნალობისგან კიდევ რა რეკომენდაციებს აძლევენ მოსახლეობას მედიკოსები, მათ ეს მთავარ გამოშვებაში ნახავთ. ჩვენს განყოფილებაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ქალბატონი 46 წლის, სადაც საეჭვო იყო ატიპის გრიპის ვირუსის არსებობა. პაციენტმა სტაციონარს მომართა დაგვიანებით დაავადების დაწყებიდან მე-7 დღეს. ჩვენთან იწვა 6 დღე, იყო ტოტალური ორმხრივი პნევმონია. გარდა ამისა, გუშინ შემოვიდა პაციენტი, სადაც ასევე საეჭვოა აღნიშნული გრიპის ვირუსი. დაავადების მე-5 დღეა სტაციონარში მომართვის დრო. მისი ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, მართვადია სიტუაცია, არის სუნთქვის უკმარისობა პირველი მეორე ხარისხის.